podcast point-ი წარმოგიდგენთ. რამდენად შეესაბამება ეს ეტიკეტზე წარწერები იმ რეალობას, რაც არის ბიო, ეკო, ფიტნესი. თუ ჩვენ შევხვდებით ეტიკეტზე ასეთ სიტყვას, უნდა ამოვაბრუნოთ და უნდა ვნახოთ ნამდვილად აქვს თუ არა საიდენტიფიკაციო კოდი კანის მდგომარეობაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რომელიმე კონკრეტულად კონსერვანტი ან დანამატი შეიძლება ნეგატიურად აისახებოდეს. პესტიციდების ნარჩენები წარმოქმნიან ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რაც ასევე დაკავშირებულია უჯრედის დაბერებასთან. რა საინტერესოა. ნიტრიტებიც, მათ შორის ესეც კანის დაბერებაზე უარყოფითად მოქმედებს. აი რომელი გაგახსენდება ყველაზე ისეთი მავნე კონსერვანტი ან დანამატი? აღნიშნულია ეტიკეტზე უმეტესად ეს დანამატები იკოდებით. აი მაგალითად, რასაც აწერია 0% ესა თუ ის. კვების ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად. მე თუ ეს მოვაცილე, ეს უნდა ავანაზღაო. ამისთვის უნდა დავამატო სტაბილიზატორები, ტექსტურის გამოუმჯობესებლები, არომატის გამოძლიერებლები და ასე შემდეგ. შეღებილი თევზის ფენომენი რა არის? წერია ეს დიდ ფასმაჩვენებელზე ყვითლად ნორვეგიული ორაკული, გადახაზული 50 ლარი და 19 ლარი. ეს რეალურად არ არის შავი პური და ესე საღდება. მაგალითად აი ჩაზნექილი, ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი გავყვა და შემდეგ მექანიკური ზემოქმედებით ფორმა შეიცვალა და ახლიდან გაიღინა. ყველის იმიტაციები შეიქმნა ფასტ-ფუდისთვის პირდაპირ. სუნელები რეალურად არის ალბათ ყველაზე მეტად გაყალბებადი პროდუქტი საერთოდ სურსათში. ტოქსინებს ჩვენ ვერც თვალით ამოვიცნობთ, ვერც გემოთი ვერ ამოვიცნობთ. თქვენთან ერთად თუ დაიარო იმაზე საკითხებზე. დაიხარჯა შეივსე წყალიმთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალიმთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. პოდკასტის მორიგი ეპიზოდით გიბრუნდებით, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო და გამომწერებო და როგორც ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ჩვენი სიუჟეტები მზადდება ძალიან კარგ სივრცეში, ეს არის podcast point-ი, ასე რომ ეწვიეთ ამ სივრცეს და ჩაწერეთ თქვენი პოდკასტები. დღესდღეობით სილამაზე ჯანმრთელობა ძალიან კავშირში არის ჯანსაღ-კვებასთან. დღესდღეობით კი არა, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ რაღაცა იმდენად შემოვიდა ეს თემა ჩვენ სოციუმში, რომ უკვე აღარ ვიცით, რასაც აწერია ჯანსაღი, ის მართლა ჯანსაღია თუ სრულიად რომელსაც არ აქვს ამ ხელა სარეკლამო კამპანია გაწეული, ის პროდუქტი უფრო უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ძალიან საინტერესო ორი ახალგაზრდა სტუმარი მყავს დღეს უკვე პროფესიონალები თავის საქმეში. ესენი გახლავან საკონსულტაციო კომპანია CertiFood-ის დამფუძნებლები ანდრია კალანდია, სურსათისა და ცხოველის საკვების უნელობის სპეციალისტი. ანდრია, მოგესალმები და თორნიკე ცხვედაძე, სასურსათო და ცხოველის საკვების ტექნოლოგი. მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით და რაღაცა ძალიან პოპულარული გახდა თქვენი ვიდეოები, ამბები, მიმართვები, გამოძიებები და თელი ამბავი, რასაც ესე ინტენსიურად ახორციელებთ და წარმატებები თქვენ საქმიანობაში. სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, ჭეშმარიტება. ხო, მოდი პირველი დავიწყოთ აქედან. ანდრია, თქვენთან მექნება მე პირველი კითხვა. რატომ არ შეიძლება პროდუქტის რეკლამირება მისი სამკურნალო თვისებების მკაფიო ხაზგასმით? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. სურსათის რეკლამირებისას არც ერთ ინფლუენსერს, არც ერთ სატელევიზიო წამყვარს და არც ერთ ბიზნეს ოპერატორს არ აქვს უფლება გამოიყენოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განცხადები. როდესაც საუბრობთ მომხმარებლის უფლებებზე, იქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მთავრობის 301 დადგენილება, ეს არის მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რომლის მთავარ პრინციპსაც წარმოადგენს პირველ რიგში მომხმარებლის უფლებების დაცვა და მეორე ბიზნესისთვის ჯანსაღი კონკურენტი ტუნარიანი გარემოს შექმნა და ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება ამ ორივე პრინციპს. გარდა ამისა, საფრთხის შემცველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მესიჯები ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითმკურნალობას, მაგალითად მესიჯები, რომ თითქოს გარკვეული პროდუქტი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ეს შეიძლება იყოს მანიშნებელი დიაბეტის მქონე ადამიანისთვის და ძალიან დიდი საფრთხის მომტანი. კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, ეხლა ძალიან ბუმი არის არაქისის კარაქების, ხან ერთი ბრენდი შეგვხდება, ხან მეორე ბრენდი შეგვხდება, იქიდან გამომდინარე, რომ მარტივი ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, სისტემით ზოგი სქელი კონსისტენცისა, ზოგი ესეთია, ზოგი ძალიან ძვირი ღირს, ზოგი აფი. კი, გეთახმებით. კი, და სულ ესე ვთქვათ, ბუსტზე არის გაშვებული სოციალურ ქსელებში მათი რეკლამები და რაც ძალიან არასასიაოვნოა ხოლმე ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, რეკლამისთვის გამოიყენება ისეთი მესიჯები, როგორიც არის არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ხელს
უწყობს კუნთების აღდგენას მაგალითად. ხო, ვიცით ისედაც რომ ნებისმიერი ცილოვანი საკვები ხელს უწყობს კუნთების საშენი მასალა. ასევე ხელს უწყობს ADK ვიტამინების შეწოვა სისხლში და ნუ ნებისმიერი ცხიმში ხსნადი ვიტამინი ვიცით რომ ცხიმში ასე ვთქვათ კარგად შეიწოვება. ეს ასე ვთქვათ მესიჯები რა თქმა უნდა მიუღებელია, ეს კანონით რეგულირდება და არ უნდა იქნას რა თქმა უნდა გამოყენებული. ასევე ვებსაიტებზეც რო შევიდეთ, აი რამდენიმე კომპანია არის, რომელიც ყავას, ჩაის და მსგავს სასმელებს აწარმოებს, შეიძლება აფთიაქში აგვერიოს ესე ვთქვათ. ისეთი პროპაგანდა მიდის. კი, ბატონო და როდესაც პირველი ეტაპი სურსათისმგებლობის მართვის სისტემის ეს არის პროდუქტის აღწერა პირველ რიგში და მისი მიზნობრივი გამოყენების დადგენა და თუ ამ პირველ ეტაპზე ჩვენ ვამბობთ რომ ეს პროდუქტი არის სურსათი, ესე იგი სურსათი არ არის წამალი, მაშინ არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მსგავსი ტიპის განაცხადები, არ უნდა შევიყვანოთ მომხმარებელი შეცდომაში და არ უნდა შევქმნათ არაკონკურენტუნარიანი გარემო და ვისურვებდი რომ ამ ესე ვთქვათ ტიპის მარკეტინგზე მეტი კონტროლი იყოს და მომხმარებლებსაც აუცილებლად მოუწოდებ რომ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელხას აბსოლუტურად აქვთ ამის სამართლებრივი უფლება, კი ბატონო რომ ეს ამ საკითხის რეგულირება მოითხოვოს და სახელმწიფო მაკონტროლებელი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. მადლობა ძალიან სუფოსოვანი პასუხისათვის. თორნიკე, თქვენთან მაქვს კითხვა. დანამატები და კონსერვანტები, ეს პრაქტიკულად ყველა პროდუქტს, რომელიც არ არის ახალ პირველად იმომზადების და თქვათ რაღაცა სახლში და მოპოვებული და გამოყენებული, ყველას პრაქტიკულად ყველაფერს აქვს დანამატი კონსერვანტები, ხო? დანამატები და კონსერვანტები. რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ამ პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებას თუ სხვადასხვა დაცვით მექანიზმებს. ეს საჭიროა, ამას ვერ გავიქცევით, ხო? იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში საკვები პროდუქტების ზოგადად ძალიან დიდი მოხმარებაა და მათი შენახვის ვადა მოკრევადიანი ვერ იქნება. ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ რა ხდება, როდესაც ეს დანამატები და კონსერვანტებით, ასე ვთქვათ, გაჯირჯული საკვები ნივთიერებები ჩვენ ორგანიზმს რას უშვებიან? აი, მოდი მარტივად ავხსნათ, ეს ძალიან დიდი თემაა და თქვენ უფრო პრაქტიკულ რეალობაში დაგვანახებთ ამ პასუხს. კი ბატონო. ხო, პირველ რიგში უნდა მოვყვეთ ისტორია, ხო? ანუ ზოგადად კონსერვირება და კონსერვანტის გამოყენება საიდან მოდის? წარსულშიც ჩვენ წინაპრები ძალიან ხშირად მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებს, იქნება ეს შებოლვა, დამარილება, გამოშრობა თუ რაიმე სხვა, ასევე იყენებდნენ სხვადასხვა ინგრედიენტებს, ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გაგვახსენდეს არის მარილი. და ამის მთავარი მიზანი რა იყო, როგორც ახსენეთ, იყო ის რომ შეენახათ ერთ სეზონზე აღებული მოსავალი, ისე რომ არ მომხდარიყო შიმშილობა იმ კონკრეტულ საზოგადოებაში, ჯგუფში თუ ასე შემდეგ და ესე ვთქვათ არ გამოეწვია ამ სურსათს და სურსათის მიერ დაავადებები. ეს პრაქტიკა გადმოვიდა რეალურად დღეს სურსათის თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიაშიც და ხვდებით უფრო მრავალპროფილურ კონსერვანტებს, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ მიკრობიოლოგიური ზრდა შეაჩერონ, ამავდროულად შეუნარჩუნონ პროდუქტს თავდაპირველი სახე, რაც წარმოების პროცესში მიიღო და მოქმედებენ როგორც ესე ვთქვათ მიკრობულ დონეზე, ასევე შესაძლოა აჩერებდნენ ჟანგვით პროცესებს და როგორც ვახსენე, ორგანოლეპტიკურადაც მოქმედებდნენ. როდესაც პირდაპირ უკავშირებთ კონსერვანტების გამოყენებას პირობითად ჩვენს კუჭნაწლავის მდგომარეობას, ეს ცოტა არასწორი შეფასებაა, არა პირდაპირი, უფრო სწორად შესაძლოა ამან ზემოქმედება მოახდინოს ჩვენ მიკრობიოტაზე კუჭნაწლავში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დღესდღეობით ადამიანებს აქვთ ესე ვთქვათ ძალიან ცუდი ცხოვრების სტილი. ძალიან ხშირია ყოველდღიურ რაციონში ისეთი სურსათის მოხმარება, რომელიც ძალიან არის ულტრა გადამუშავებული სურსათი, ეგრეთ წოდებული, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით არის გამოყენებული ეს კონსერვანტები. სურსათის უნებლობის პერსპექტივით რო შევხედოთ, ძალიან კარგი დანამატია იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად აჩერებს რაღაცა გაფუჭების დაძველების და გაფუჭების პროცესს. შესაბამისად, ჩვენ არაკონკრეტული კონსერვანტის უნდა გვეშინოდეს, რაც კანონმდებლობით არის დაშვებული, არამედ უნდა შევცვალოთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ყოველდღიური რაციონი. რაოდენობები ამის გამოყენებისა. დიახ. იქიდან გამომდინარე, რომ აი უკვე დიდი რაოდენობით მოხმარება ასეთი სურსათის, შემდგომში რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენი ნაწლავების მიკროფლორაზე და
ნეგატიურად აისახება ეს ყველაფერი ჩვენ ჯანმრთელობაზე. აი რომელი გაგახსენდება ყველაზე ისეთი მავნე კონსერვანტი ან დანამატი, რომელიც შეიძლება მაგალითად ევროკავშირში უკვე აკრძალულია, ან თანამედროვე ცივილურ სამყაროში აკრძალულია და მე არ ვამბობ, რომ მანდამაინც საქართველოში ის არის და არ რეგულირდება. უბრალოდ რა აი თვალში რა თუ რა მოხდა, რომ ეს არის, იმას უნდა მოვერიდოთ. კი ბატონო. ან ადრე იყო და ამოღებულია. კი ბატონო, იცით როგორი რაღაცა, ეს ვფიქრობ, რომ შედარებით ნაკლებად აქტუალურია, რაც უკვე აკრძალულია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიც ერთ და იგივე კანონმდებლობით ოპერირებს ამ ბაზარზე. მე მინდა შევეხო უშუალოდ იმ კონსერვანტებს, რომლებიც ამჟამად გამოიყენება სასურსათო წარმოებებში. ყველაზე ესე ვთქვათ, ნეგატიური ფიდბექი რაც მოდის მომხმარებლებისგან ამჟამად არის ნიტრატები და ნიტრიტები. ეს დანამატები უმეტესად გამოიყენება ძეხვეულში, სოსისებში და მსგავს პროდუქტებში, ზედმეტად ულტრა დამუშავებულ პროდუქტებში. მოქმედებენ მრავალპროფილურად, როგორც ვახსენე, იმის გარდა რომ მიკრობიულ პროცესებს აჩერებენ, ამავდროულად მოქმედებენ ორგანოლეპტიკურადაც უნარჩუნებენ ესე ვთქვათ დამახასიათებელ ვარდისფერ სტრუქტურას. კი. და გამოყოფთ, ანუ რატო არის ასში ესეც უნდა ავხსნათ, იქ როდესაც მაღალ ტემპერატურაზე ხდება ასეთ ძეხვის შეწვა, მაგალითად, ეს ნიტრატი ან ნიტრიტი გადადის ნიტროზამისში, რომელიც აღიარებულია პირველი ჯგუფის კანცეროგენად, თუმცა როგორც ვახსენე, არ უნდა შეგვეშინდეს ერთი კონკრეტული შემთხვევის, ანუ ერთხელ თუ შევწვავთ ჩვენ რომელიმე ძეხს, ეს არ არის, საშიში არის მისი ყოველდღიური მოხმარება და ეს კვლევებიც სწორედ ყოველდღიურ და ხშირ მოხმარებაზე არის გათვლილი და ამას ასახავს. ასევე შემიძლია გავიხსენო სულფატების ჯგუფის კონსერვანტები, რომლებიც ესე ვთქვათ დაბალი იმუნიტეტის მქონე ან ალერგიის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს. აღნიშნულია ეტიკეტზე უმეტესად ეს დანამატები იკოდებით, ნიტრატები E250-დან 252-მდე, სულფატები E220-დან E222-მდე. მაგრამ ამის გარდა არსებობს უსაფრთხო კონსერვანტებიც. ეს მნიშვნელოვანია. ანუ პრინციპში ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ ის პროდუქცია, რომელიც დღეს დახლებზე არის, იმ თვალსაზრისით, რასაც ქვია დანამატები და კონსერვანტები, უსაფრთხოა თუ კი ჩვენ ვიყენებთ ნორმირებულად. და თუნდაც ერთხელ დავარღვევთ წესს გამოყენებისა პროდუქტის მომზადების, მაგალითად სოსისების შეწვა, რომელსაც უნდა ეწეროს წესით შესაწვავია თუ მოსახარში, 1-2 გამოყენება ჩვენ ზიანს არ მოგვაყენებს, მაგრამ თუ კი რუტინულად ხდება ეს ყველაფერი, უკვე საფრთხის შემცველია და სჭირდება ყურადღება. კარგი. ანდრიასთან მექნება ესეთი კითხვა. კანის მდგომარეობაზე მაგალითად, ან თუ არის კვლევები, თქვენ მეცნიერები ხართ ორივენი, ხო? სამეცნიერო განათლება გაქვთ და ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა. თუ არსებობს კვლევები, რომ კანის მდგომარეობაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რომელიმე კონკრეტულად კონსერვანტი ან დანამატი შეიძლება ნეგატიურად აისახებოდეს. კი ბატონო, არსებობს. ან სხვა ორგანოთა სისტემებზე, მაგალითად, კანის დაბერების პროცესი, ეს მნიშვნელოვანია, ხო? მზე აბერებს და ხო არ არის რამე ისეთი პროდუქტი, რომელიც ასევე ჩვენ გარეგნობაზე ნეგატიურად აისახება. კი ბატონო, ძალიან ერთ-ერთი რომელიც ახლა მახსენდება, ეს არის პესტიციდების ნარჩენები სურსათში. პესტიციდების ნარჩენები ხდება ხილში, ბოსტნეულში, თუ მაგალითად ფერმერმა გამოიყენა არამიზნობრივად ზედოზირებით, ან მაგალითად არ დაიცვა ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე. პესტიციდების ნარჩენების მეტაბოლიზმი ორგანიზმში შემდეგია, რომ ისინი ჩვენს უჯრედის რეცეპტორებს ევლინებიან როგორც ჰორმონალური იმიტატორები და ისინი იკავებენ რეცეპტორის ადგილს. შედეგად ეს იწვევს სხვადასხვა ენდოკრინულ სისტემებს. ამასთან ერთად პესტიციდების ნარჩენები წარმოქმნიან ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რაც ასევე დაკავშირებულია უჯრედის დაბერებასთან. თავისუფალ რადიკალები წარმოქმნებიან და ოქსიდაციური სტრესი. ოქსიდაციური სტრესის გამო კი ბატონო. ასევე თორნიკემ რაც ახსენა, ნიტრიტებიც მათ შორის, ესეც კანის დაბერებაზე უარყოფითად მოქმედებს. წარმოქმნილი ნატრიუმის ბენზოატი მოქმედებს უჯრედულ სუნთქვაზე და ესეც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია კანის აღდგენასთან და კანი შედეგად კარგავს ელასტიურობას, აღდგენის უნარს, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებს და ასე შემდეგ. რა საინტერესოა. ანუ ამაგაზე თუ არა ხარ დაკვირვებული და ასე თქვა ჩაძიებული, სრულიად არ აკავშირებ მაგალითად შენ ვიზუალს
ყვებასთან და მით უმეტეს ადამიანები არიან და ვართ, რომლებიც ჩვევაში გვაქვს რაღაც ერთი და იგივე წეღან თონიკე მახსენა, ერთი და იგივე საკვების ხშირი გამოყენება და ეს წლების განმავლობაში გრძელდება და დრო იმდენად შეუმშრებლად გვეპარება, რომ საბოლოო ჯამში შედეგებს ვამჩნევთ, ხო? ქრონიკული დაღლილობა არის ესეთი სინდრომი, რომ ადამიანი გრძნობს, რომ სულ არის გადაღლილი. შეიძლება თუ არა ეს ან იცით თუ არა, რომ რაიმე კვებით დანამატებთან ან საკვებთან შესაძლოა ასოცირდებოდეს. კი ბატონო, პირდაპირ კავშირშია. იქიდან გამომდინარე ზოგადად სურსათის უნებლობის მართვის სისტემა, სურსათის უნებლობა ორიენტირებულია იმაზე, რომ წარმოების პროცესში შევამციროთ მაგალითად მიკრობიოლოგიური და ქიმიური საფრთხეები სურსათში, რომლის არსებობის შემთხვევაში სურსათში, მიუხედავად იმისა, ის იქნება იმ კონცენტრაციით, რაც საჭიროა, რომ კონდეს კლინიკური ეფექტი მაგალითად მოვიწამლოთ. შესაძლოა არ მივიღოთ ამ კონცენტრაციით, მაგრამ ამ დროს ორგანიზმი არის მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში, როდესაც თუნდაც მცირე კონცენტრაციით თავდაცვის რეჟიმშია. თავდაცვის რეჟიმშია, რისთვისაც რა თქმა უნდა გამოიყენება ენერგია, მიმდინარეობს მუდმივი ანთებითი, მცირე ანთებითი პროცესი, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ მოქმედებს დაღლილობაზე, ქრონიკულ დაღლილობაზე და ნაკლები ენერგია რჩება ადამიანს ტვინისთვის, მაგალითად კუნთებისთვის და გაზრუნებისთვის, ყოველკვეთებისთვის. კი ბატონო. საინტერესო ახსნა იყო. კი, ასევე აი სურსათის უნებლობის მართვის სისტემის მნიშვნელობის მაგალითი რომ მოვიყვანო ამ ქრონიკულ დაღლილობასთან დაკავშირებით, არსებობს ერთი ესეთი ქიმიური საფრთხე, ეს არის აკრილამიდი, რომელსაც ხვდებით ძირითადად მაღალი ნახშირწყლების მქონე სურსათში, აი პროდუქტი რომელია კონკრეტულად ეგენია? მაგალითად კარტოფილი ფრი, რომელიც იწვება 180 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. აკრილამიდი ასევე წარმოქმნის თავისუფალ რადიკალებს, ასევე ის ასტიმულირებს ფერმენტის გამოყოფას, რომელიც შლის უზრუნველყოფს დაზიანებული კოლაგენის დაშლას. თუმცა, როდესაც აკრილამიდი ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, ხდება ორგანიზმში, ასეთ შემთხვევაში ის ჯანსაღ კოლაგენსაც შლის და ის აისახება უკვე ვიზუალურად. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ბიჭებო, სანამ გავაგრძელებთ საუბარს, მინდა შემოგთავაზოთ წყალი მთის დაისხით. ეს არის ბრომატის გარეშე წყალი, წარმოებულია კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას მიერ, მინერალიზებული და გაზირებული. გაგვიმარჯოს, ჭამქელად იყოთ. აქვე ჩვენ მაყურებელს თქვენის ნებართვით შევახსენებთ, რომ ეპიზოდის სპონსორი გახლავთ აჰავა. აჰავა წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმს და კალიუმს. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებაში და ხელს უშლის დაბერების პროცესებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, ძალიან კარგ გარემოში და ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად. გავაგრძელოთ საუბარი. თორნიკე, თქვენთან მექნება შემდეგი კითხვა. ჯანსაღი კვება მხოლოდ კალორიების დათვლა არ არის, ეს ვიცით და პროდუქტების უნებლობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი მეტაბოლიზმი, ხო? ადამიანები ხშირად არჩევენ ეგრეთ წოდებულ დიეტურ პროდუქტებს, რათა თავიანთი მეტაბოლიზმი, ასე ვთქვათ, გადაფარონ და ხანგრძლივი მოქმედებისას მიიღონ ეს ეგრეთ წოდებული უსაფრთხო პროდუქტები. აი მაგალითად, რასაც აწერია 0% ესა თუ ის. ხო, ზოგან აწერია 0% შაქარი, ზოგან აწერია 0% ნახშირწყალი, ზოგან ცხიმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ფენომენია ეს და აი მაგალითად მე ერთი პერიოდი ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, ასე ხშირად ვიყენებდი დიეტების პროცესში 0%-იან ხაჭოს და მაგრად მევასებოდა და მეგონა რომ აი ხამას რო შევჭამ რაღაც ძალიან მაგარი იქნება. სხვათა შორის აქ წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქტი, რომელზედაც ჩვენ გავჩერდებით. არც ერთი პროდუქტი ბუნებრივია ბრენდირების კუთხით აქ წარმოდგენილი არ არის და არც ერთ კომპანიას ჩვენ არანაირად აბსოლუტურად არ ვეხებით, უბრალოდ ნიმუშების სახით არის მოტანილი, ეს მინდა ვთქვა და ნელ-ნელა მე ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ამ წუთას თქვენ გამოცით პასუხი აი ამ 0%-ის ფენომენზე. ხო, ნამდვილად გეთანხმებით, რომ ჯანსაღი კვება არ არის მხოლოდ კალორიების თვლა თუნდაც და საერთოდაც ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა, რასაც ესე ვთქვათ,
დღეისობით გეცოდინებათ ალბათ როგორი გავრცელებულია ზოგადად ეს მიდგომა და ძალიან ბევრი ნუტრიციოლოგი ჩნდება ბაზარზე და ნუ მოკლედ ამას აღარ ჩაუღრმავდები, მაგრამ ეხლა რა არის? როდესაც ჩვენ პირობითად გვაქვს ორი სურსათი, რომელსაც აქვს ერთნაირი კვებითი ღირებულება. შესაძლოა ამ ორ სურსათში განსხვავებული იყოს ნუტრიენტების ხარისხი, რაც რითიც შედგება ესა თუ ის სურსათი, ასევე ინგრედიენტები იყოს განსხვავებული, განსხვავებული იყოს ათვისებადობა, ასევე თუნდაც ამ ნუტრიენტების ათვისებადობას განსაზღვრავს ძალიან ინდივიდუალური პარამეტრები, მაგალითად სტრესის დონე, ძილი და ასე შემდეგ. ამის გაგრძელება ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია ამ პარამეტრების ჩამოთვლის. აი მინდა რომ ორი მაგალითი მოვიყვანო. პირველი არის ცხოველთა კვებიდან. იქიდან გამომდინარე ცხოველთა კვებასთან ძალიან ესე შეხება გვაქვს მეც ანდრიასაც, ამიტომ მომყავს ეს მაგალითი. ცხოველთა კვებაში უფრო დიდი ყურადღება, უფრო დიდი არა კრიტიკულად ეშლობა, ხო, ეს ყურადღება კალორიების დათვლას, ნუტრიენტების შემცველობას და ასე შემდეგ. არსებობს ერთ-ერთი ესეთი ინგრედიენტი, ბუმბულის ფქვილი. ცხოველთა კვებაში. კი, ცხოველთა კვებაში, ნუ საქართველოს ძალიან იშვიათია, თუმცა რითი ხასიათდება? თუ შევამოწმებთ მას ლაბორატორიაში ქიმიურად, მივიღებთ პასუხს, სადაც გვიწერია, რომ იგი შეიცავს 80% ცილას. ნუ ძალიან მაღალი შემცველობა. მაგრამ აქ არის ორი ნიუანსი. თუ პროდუქტი არის სწორად დამუშავებული, თითქმის 95% ათვისებადობა აქვს ამ ინგრედიენტს ფრინველისთვის და თუ არასწორად არის დამუშავებული, გინ ყოფილა ის საკვებ-რაციონში, გინ არ ყოფილა, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ითვისებს ამას ფრინველის ორგანიზმი. ცხოველებშიც იყენებენ, თუმცა ფრინველზე იმიტომ ვამახვილებ, რომ იყენებენ ხშირად. ეს ერთი ვარიანტი, რაც ანუ ათვისებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მესმის, გავიგე. მეორე შემთხვევა, რა, აი 0%-ზე რო ვისაუბროთ. აი ავიღოთ მაგალითად რომელიმე იოგურტი, ხო, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ცხიმს. ნუ რძიდან გადმოყოლილ. იმიტომ რომ იქ უნდა იყოს ცხიმი. თუ ჩვენ ამას მოვაცილებთ, ჩვენ მხოლოდ ნუტრიენტს არ ვაცილებთ, ის ცხიმი განსაზღვრავს სტრუქტურას, გემოს, არომატს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს, როგორც მოლეკულა პროდუქტში, ხო? კვების ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად. მე თუ ეს მოვაცილე, ეს უნდა ავანაზღაურო რაღაცით შევცვალო. რითი უნდა ავანაზღაურო, ხო? ამისთვის უნდა დავამატო სტაბილიზატორები, ტექსტურის გამოუმჯობესებლები, არომატის გამოძლიერებლები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამ არის ჩართული, მოკლედ ამ პროცესში. შესაბამისად, როდესაც ესე ვთქვათ, ვაკვირდებით წინ ეტიკეტს და ვკითხულობთ, რომ პირობითად არ შეიცავს შაქარს ან ცხიმს არ შეიცავს, ეს არის მხოლოდ ამით არ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა შემოვატრიალოთ და დავხედოთ თუ იქ არის კიდე რაღაც ისეთი ქიმიური დიდი ლუპა ხელში და დავხედოთ. კი ბატონო. შეიძლება ახლა ის ინგრედიენტები საერთოდ არ წარმოადგენენ საფრთხეს, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება მომხმარებლებისთვის, რომ ესე ვთქვათ, ესეთი რაღაც დაკვირვებული დიეტის, რომ მაგალითად შაქარი არ მივიღო, ცხიმი არ მივიღო და ასე შემდეგ, ჯობია რომ ნაკლებად დამუშავებული პროდუქტი იყიდონ და ის უფრო ცოცხალი პროდუქტი. კი ბატონო, და ამ ნაკლებად დამუშავებული პროდუქტისგან მიიღონ ის ბუნებრივი ნუტრიენტი, რაც არის. და რაოდენობაში ამცინონ და არა ვთქვათ თვისობრივად. კარგი, აი ხა ნახეთ, აქ კიდევ ერთხელ კომპანიებს არ ვერჩით, ბუნებრივია, წარმოდგენილია ხაჭო, შავი ან რუხი პური, წარმოდგენილია დარიჩინი, ქათმის ფილე, რაც დღეს მოდაშია, იმიტომ რომ ქათმის ფილე პროტეინული დიეტა, პროტეინი მიიღე, ქათამი მოხარშე და ასე შემდეგ. წარმოდგენილია ეგრეთ წოდებული ცუკატები, თინუსი, ტუნა, ეს ძალიან მოდაშია ხა ყველა სალატში და მე რაც ვიცი ტუნას მიღება საკმაოდ სიფრთხილეს საჭირო, იმიტომ რომ დიდი რაოდენობა ვერცხლის შემცველი პროდუქტია და მავნებელია ორგანიზმის. ყველი ან მის მაგვარი პროდუქტი, რომელიც ახლა აღმოაჩინო თურმე კარგად უნდა წაიკითხო, თორემ ძირითადში ეს თურმე ყველი არ არის, რაღაცა სხვა ტიპია. შავი პილპილი და სუნელები, ხო? სუნელებზეც დიდი ამბავი იყო ატეხილი ერთი პერიოდში, როდესაც ამბობდნენ, რომ სუნელები ტყვიას შეიცავს და ის არ უნდა აიღო და ხო, და ეს რაღაც შემოტანილია თუ არ არის და ასე შემდეგ. მოდი მივყვეთ ნელ-ნელა ორივე ერთად, წავყვეთ უფრო ისეთი შედარებით პოპულარული პროდუქტი არის, მაგალითად ხაჭო. ეს ახლა ნამდვილი ხაჭოა, რაღაცა ხაჭოს მაგვარი ნივთიერება თუ რა არის, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ეგ ჩვენ, ანუ შავი პური, ეს შავი პური შეღებილია თუ
თუ ტუნას როგორ უნდა მივხვდე რომ ეს არის აი მარტივი აქვს რამოდენიმე პროდუქტია წარმოდგენილი და მოდი ერთად ასე ვთქვათ განვიხილოთ ეს ამბავი დავიწყოთ აი ხაჭოზე მე ვისაუბრე კი ბატონო ხაჭოს შემთხვევაში და ზოგადად რძის ნაწარმის შეძენისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეტიკეტს ეტიკეტზე დატანილია პირველ რიგში დასახელება და პირველ რიგში დასახელებით უნდა გავიგოთ ეს არის რძის პროდუქტი თუ არ არის რძის პროდუქტი არსებობს რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი 152 დადგენილება რომელიც არეგულირებს რა შეიძლება იწოდოს ხაჭოს თუ არ გქბევთ პროდუქტს რა ინგრედიენტისგან უნდა შედგებოდეს მაგალითად ხაჭო უნდა ამზადებოდეს აუცილებლად ან ნედლი რძით ან აღდგენილი რძით და მასში შეიძლება იყოს დამატებული მხოლოდ დედო ანუ კულტურა ბაქტერიული კულტურა რაც რითაც ის ხაჭო ხდება მე კი ბატონო ასე რომ მომხმარებელი აუცილებლად უნდა შევიძინოთ პირველ რიგში პროდუქტი ეტიკეტით ან თუნდაც ძალიან ხშირია როდესაც ასაწონ მდგომარეობაში ვყიდულობთ ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი არ აქცევს ყურადღებას ეტიკეტს და ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია და აუცილებლად უნდა წავიკითხოთ პირველ რიგში დასახელება გარდა ამისა შენახვის ვადაც მნიშვნელოვანია ხაჭოსთან დაკავშირებით და თუ გზელვადიანია ეს ტეხავს თუ უფრო კაია თუ მოკლევადიანი უფრო კაია არსებობს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური აბა მოდი მიზეზები გვითხრით ეგრე პოზიტიური მიზეზია რომ თანამედროვე ტექნოლოგიაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება მაგალითად SIP სისტემები ანუ clean in place ესეთი სისტემა რა დროსაც დახურულ ესე ვთქვათ სისტემაში ხდება სურსათის წარმოება შედეგად სურსათის დაბინძურების რისკი ბევრად დაბალია ნუ იქ აქტიურად ხდება დეზინფექცია ასევე შეიძლება ხაჭოს დაფასოვებისას გამოყენებული იყოს დამხმარე აირი როგორიც არის აზოტი რომელიც აბსოლუტურად უნებელია და შენახვის ვადას ახანგრძლივებს. რაც შეეხება ნეგატიურ შენახვის ვადის გამახანგრძლივებლებს, ეს არის მაგალითად კონსერვანტები, რომლებიც არ უნდა იქნას ხაჭოში, რასაც ხაჭოქვია დასახელება არ უნდა იქნას გამოყენებული და ასევე ხო, ნუ ანტიბიოტიკების შემცველობა. ხეთანეთა თუ დაიარო იმაზე საკითხებზე. ანტიბიოტიკების შემცველობაც, რა თქმა უნდა, რძის პროდუქტში ძალიან საყურადღებოა. აი ანტიბიოტიკის თემა რა არის, ბარემ აქვე აგვიხსენით. ანტიბიოტიკი რძის პროდუქტში შესაძლოა მოხდეს მაგალითად, როდესაც მერძეულ საქონელს რაიმე დაავადება აქვს, კლინიკური ნიშნები აქვს და გამოიყენებენ ფერმაში ანტიბიოტიკებს, ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ ფერმერმა აუცილებლად უნდა დაიცვას მოცდის პერიოდი. ეს არის სანამ ორგანიზმიდან გამოვა. იმ შემთხვევაში თუ ფერმერი არაკეთილსინდისიერია, ამ მოცდის პერიოდს არ დაიცავს და ისე გაყიდის რძეს, შედეგად ნარჩენი ნივთიერებები აღმოჩნდება კი ბატონო ჩვენთან. რაც რა თქმა უნდა იწვევს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას და ენერგიაზეც აისახება სხვათა შორის, იმიტომ რომ ანტიბიოტიკი უარყოფი აზიანებს ჩვენს ნაწლავურ მიკრობიომს, ხელს უშლის ვიტამინების გამოყოფას, რაც ენერგიაზე არის პირდაპირ კი ბატონო, პირდაპირ დაკავშირებული. ხო, იცით ეს არის. შავი პური. ხო, შავი პური. შავი პური რომელიც შავი არ არის. არ არის. ხო, პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ საქართველოს არ არის შავი პურის ქვეყანა, ანუ ჭავის ფული და ზოგადად ეს შავი პურის. ხო, ახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჭავის ფული, ჭავი არც მოდის დიდად საქართველოში. ჩვენ ვართ ხორბლის ქვეყანა, ხო? კი, მაგით ცნობილები ვართ. კი ბატონო. ეხლა რა ხდება თვითონ ინდუსტრიაში? იქიდან გამომდინარე მეც მიმუშავია ამ სფეროში ამ მიმართულებით. შემიძლია გითხრათ რა როგორ ღებავენ ანუ ზოგადად აი რაღაც სინთეტიკური საღებავების გამოყენება თუნდაც ესე კოლერს ეძახიან იგივე კარამელს ამით შეღება ნაკლებად ხდება რეალურად თუმცა ეს თუ ესეთი საღებავი შეიღება აუცილებელია რომ ეტიკეტზეც იქნას ასახული ეს ყველაფერი მაგრამ უმეტესწილად რეცეპტურა შემდგარია ესე ვთქვათ ხორბლის ფქვილზე და ამას უმატებენ მცირე რაოდენობით ჭავის ფქვილს და ალაოს რეალურად ყველაზე კარგი ბუნებრივი ესე ვთქვათ საღებავი არ ფერის მიჭებელი კი ბატონო არის ალაო ეს ბუნებრივი პროდუქტია ჭავის ფქვილში ისედაც უნდა იყოს გამოყენებული უბრალოდ მე პრობლემა მაქვს იმასთან რომ ეს რეალურად არ არის შავი პური და ესე საღდება თორემ არც ალაოა დამაზიანებელი არც ხორბლის ფქვილი და არც მაგრამ ეს ის არ არის რაც უგონია ეხლა მომხმარებელს როგორ შეუძლია რეალურად ამოიცნოს აი თუნდაც აქრა პურიც გვიდევს ერთი შეხედვითაც შეიძლება მივხვდეთ რომ გამოყენებულია დიდი რაოდენობით ხორბლის ფქვილი
ფქვილი, რატომ? ხორბლის ფქვილი ხასიათდება უკეთესი, ესე ვთქვათ, უფრო დიდი წებოგვარი შემცველობით, რაც განსაზღვრავს ფორმაზე აისახება პირდაპირ ცხობის შემდგომ უკვე ხორბლისგან დამზადებული პური უფრო კარგი ესთეტიკის არის ვიდრე ჭვავის ფქვილი, ჭვავის პური უბრალოდ შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელი როგორც რაც უფრო უხეშია, მით უფრო თულით რომ არის ჭვავისკენ გადახრილი. ნუ რეალურად ეს არის ჭვავის ნამდვილი ჭვავის პურისთვის დამახასიათებელი ვიზუალი, რომ არ უნდა იყოს ესთეტიური. და ისე თუ აწერია ჭვავის პურს არის ჭვავის ნაღა 100%-იანი ჭვავისგან დამზადებული. ან ეს რა თემაა ეს აი მთლიანი მარცვლის თემა რო არის კიდე ცალკე. კი ბატონო, ჭვავის პურს თუ აწერია 100% ჭვავის ფქვილის შემცველობა, შესაბამისად, ნუ თუ ვენდობით ამ წარმოებელს, ამ შემთხვევაში, ხო, რეალურად ჭვავის პურია. რაც შეეხება მთლიან მარცვალს. მთლიანი მარცვალი და მთლიანი მარცვლისგან დამზადებული პური, რითი განსხვავდება სტანდარტული თეთრი პურისგან, ხო? როდესაც ხორბალი იფქვება, მას არ ცილდება გარსაცმი, ეგრეთ წოდებული კატოსოვი ეძახით. შესაბამისად ეს აძლევს ფქვილს დამახასიათებელ რუხ შეფერილობას და ესე ვთქვათ ასეთი ფქვილისგან დამზადებული პური ხასიათდება უფრო მეტი ბოჭკოთი, საკვები ბოჭკოთი. რაც კარგია. რაც ძალიან კარგია, ესეც ეხლა შემოვიდა მოდაში, უფრო იაფით ჩდება ასეთი პურის წარმოება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთი ტექნოლოგიური პროცესი საერთოდ მოცილებულია. დიფერენციაცია აქ ჭირდება. კი ბატონო. და ხო, ეს ჩვენ ნაწლაურ მიკროორგანიზმებს, ნაწლავში არსებულ მიკროორგანიზმებზე ძალიან დადებითად აისახება, ასე რომ მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ მსგავსი ფქვილისგან დამზადებულ პურს. მიღებულია პასუხი, მადლობა დიდი. ანდრია, ეხა მოდი გადავიდეთ თევზეულობაზე, ხო? აქ არის წარმოდგენილი, როგორც თქვით, თითინუსი, ტუნას რომ ეძახიან, ხო? გარდა ამისა, თევზეულობა ცნობილია, რომ თევზის სტრუქტურა ძალიან კარგად წნიდან იღებს მძიმე მეტალებს, ანუ მეტალებს, ხო? როგორ უნდა დავიცვათ თავი? მაგალითად, გაყინული შემოტანილი თევზი, ან თინუსი, იმიტომ რომ ეს ბაზარი სულ უფრო და უფრო ჯერდება ზღვის პროდუქტები ჩვენთან. ადრე უფრო მინიმუმალისტური იყო თევზი, რაღაც ადგილობრივი რესურსი რაც ჰქონდა, კალმახი დალოცვილი ან ზუთხი თუნდაც მოყვანილი და სინთეტიურად გაშენებული, მაგრამ მაინც ლიმიტირებული. ეხლა შემოდის 8 ფეხიდან დაწყებული რა ვიცი, აი ამხელა, ის რა ქვია, იმისი ორაგულის ფილეები და ნაირ-ნაირი თევზები იყიდება. ეს ერთი კითხვა მაქვს მეტალებთან დაკავშირებით და აქვე თქვენ გადაწყვიტეთ ვინ მიპასუხებთ. მეორე კითხვა არის შეღებილი თევზის ფენომენი, რა არის ეს? ანუ რაღაცას ვყიდულობ, გონია რომ ამას ვყიდულობ და სრულიად სხვა რაღაცა ხდება ამ დროს. წავედით. კი ბატონო, მძიმე მეტალების საფრთხე თევზში ნამდვილად რეალურია. სხვა ბინძურდება ყოველდღიურად ისეთი მეტალებით, როგორიც არის მაგალითად ვერცხლის წყალი, ტყვია, კადმიუმი. და ზოგადად საფრთხის შემცველი, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის ის თევზის ჯიშები, რომლებსაც დიდი სასიცოცხლო ციკლი აქვს და ამას ეწოდება ბიოაკუმულაციის აგროვებენ და აგროვებენ. რაც შეეხება ყველაზე აქტუალურს მაგალითად თინუსის საკითხს, აქ თინუს რამდენიმე ჯიში არსებობს, თინუსის არსებობს დიდი ჯიშები, როგორიც არის მაგალითად ბლუფინი, ან იელოუფინი, ან ბიგაი. ჩატარებული კვლევების მიხედვით ძირითადად სწორედ ასეთი დიდი ჯიშის თინუსში ვლინდება განსაკუთრებით მაღალი დოზით მძიმე მეტალების დაბინძურება და თინუსის კონსერვის მომხმარებელი ამ კუთხით შემიძლია რომ დავამშვიდო, იმიტომ რომ კონსერვირებული თინუსის წარმოებისთვის ძირითადად გამოიყენება პატარა ჯიშის, პატარა მონათესავე სახეობები, როგორც არის skipjack-ის ჯიშის თინუსი და ასეთი ჯიშის თინუსში მძიმე მეტალების შემცველობა ბევრად უფრო ნაკლებია. ვერცხლის წყლის საკითხი ძალიან აქტუალურია და არა მხოლოდ ვერცხლის წყალი, თევზში ვერცხლის წყლის და სელენის თანაფარდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ თუ სელენი ნაკლებია ვერცხლის წყალზე, თევზის ორგანიზმში და ის ხვდება ჩვენს საკვებ რაციონში, ვერცხლის წყალი ჩვენ გვართმევს უკვე სელენს, კი ბატონო, და წარმოიქმნება მყარი ნაერთი, რაც რა თქმა უნდა კარგი არ არის ჩვენი ორგანიზმისთვის. და შეღებვის ფაქტს
რომელსაც ხო, ანუ ვახარი კალმახის ორაგულად გასაღების ამბავი. კი ბატონო, არსებობს ბაზარზე მსგავსი ტიპის მაგალითები, სხვათა ეს შორის თაღლითობაა, ხო, რეალურად, ხო? თუ მოსულა. შეიძლება იყოს თაღლითობაც, გააჩნია როგორ ხდება ამ პროდუქტის წარდგენა და მომხმარებლის ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ვიდეო რგოლი შეეხებოდა ქაშაყის ფილეს, რომელსაც ესეთი დასახელება ჰქონდა, ქაშაყის ფილე ნორვეგიულად და ჰქონდა კარგი სტაფილოსფერი შეფერილობა. ლამაზი იყო რა. კი, ვიზუალი და რა თქმა უნდა, ეს ფერი და ეს დასახელება მომხმარებელს ასოციაციას უქმნის, რომ რაღაცა ჯანსაღი პროდუქტია. რეალურად კი შეიცავდა სინთეზურ საღებავს, EASA-ს, Sunset Yellow-ს, რომელიც როგორც კანონმდებლობით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობით რეგისტრირებულია როგორც ბავშვების ყურადღებიანობასა და აქტივობაზე უარყოფითად ზემოქმედი. ეს ანსაღებავს კანონმდებლობა არ კრძალავს, თუმცა ბიზნეს ოპერატორს ავალდებულებს, რომ ეს ინფორმაცია ეტიკეტზე დაიტანოს. ნუ ეს ახლა ცალკე საკითხია მოხმარებელი, რამდენად წაიკითხავს იმ წვრილად დაწერილ ეტიკეტს და რამდენად ესე ვთქვათ, მოახდეს ამ ინფორმაციის იდენტიფიცირებას, მაგრამ სწორედ ეგ არის ჩვენი მესიჯი, რომ განსაკუთრებით მკვეთრი შეფერილობის პროდუქტებს როცა თხილად უნდა ვიყოთ და უნდა წავიკითხოთ. კალმახის საკითხს რომ შევეხოთ, აქტიურად გამოიყენება ასტაქსანტინი არის ესეთი სინთეზური საღებავი, რომელსაც საკვებრაციონში ამატებენ კალმახის გამოკვებისას. ეს საღებავი ჩვეულებრივად რეგისტრირებულია ევროკავშირში, მას თევზის ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედებაც აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ანტიოქსიდანტია. თუმცა პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც მაგალითად ფერმერი არასათანადო მოვლის პირობების გამო ვერ იღებს სასურველ ფერს და იმისთვის რომ ზრდის რაოდენობას, ზრდის კონცენტრაციას, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ისიც მიუღებელია, რომ შეფერილი კალმახი ორაგული სახელით გავასაღოთ და მე მინახავს ძალიან დიდ სუპერმარკეტების ქსელებში კალმახი დევს, ლაყუჩებს აჭრიან ხოლმე, რომ არ დაიწვას ეგაბა. მარტივად რომ ვერ მოხდეს იდენტიფიცირება და წერია ეს დიდ ფასმაჩვენებელზე ყვითლად ნორვეგიული ორაგული, გადახაზული $50 და $19 ის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტია. გაიგეთ ძვირფასო მაყურებელო, მოусმინეთ ანდრიას. კარგი, ეხლა ვნახოთ, წავედით ყველი გვიდევს, ხო? არის ბუნებრივი რძით მიღებული სოფლის ყველი, ეს ერთი, რომელიც იყიდება უხვად საქართველოში და ღმერთმა ყველას ხელი შეწყობა მიცეს, რომ სახლში დამზადებული წესებით და დაცვით იყოს ეს პროდუქტი და მეორე ქარხნული თემა. დაცვის მექანიზმები, რითია საშიში მაგალითად სახლში დამზადებული ყველი, რომელიც გადის ბაზარში გასაყიდად და იგივე ქარხნული ყველი, ეს ერთი და მეორე ყველი, როდის არის ყველი და როდის არის რაღაცა სხვა. კი ბატონო. ხო, აი სოფლი, ეგრეთ წოდებულ სოფლის ყველს რო შევეხოთ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რისკებზეც ვისაუბროთ. ხო, ვინც არ უნდა ყიდდეს ამ ყველს, შეიძლება მართლა რეალურად სოფლის ყველია, აუცილებლად უნდა ქონდეს მაიდენტიფიცირებელი რაიმე ან ოჯახური წარმოების ხო, კი ბატონო, ან ეტიკეტი უნდა ქონდეს ამ ყველს. იცოდეთ, რომ თუ ყველს არ აქვს ეტიკეტი, როგორი სანდო მომწოდებლისგანაც არ უნდა ყიდულობდეთ, ყოველთვის შესაძლოა იყოს რაღაც საფრთხის მატარებელი. კარგია. წავედით. რაც შეეხება ქარხნულ ყველს. ქარხნული ყველი მინიმუმ იმით არის დაცული, რომ იცი მაინც ვინ დაამზადა. ნუ დღევანდელ რეალობაში სამწუხაროდ მეტის თქმა არ შეიძლება. ასევე სათქმელი არის აქ ის, რომ სურსათ ეროვნული სააგენტო აი ამ ბოლო პერიოდში აქტიურად ესე ვთქვათ ხურავს არარეგისტრირებულ ყველის წარმოებლებს სხვადასხვა რეგიონებში ძალიან ბევრი ესეთი საწარმოები. ეს მისასალმებელია სასახლე. კი, და იმედია გაგრძელდება ეგ ტენდენცია და ძალიან დარწმუნებული ვარ აქ ინფორმაცია კიდე არსებულ ესეთ საწარმოებზე და აუცილებელია რომ მორჩეს ეს ეგრეთ წოდებული ცეხავიკობა და რაღაცა კანონის ფორმა მიეცეს ამ ყველაფერს. კანონის იმაში ჩაჯდნენ ესე ვთქვათ, ხო, ფარგლებში, ჩარჩოებში მოიქცნენ ესეთ წარმოებლები. რაც შეეხება ხო, ყველი თუ ყველის მაგვარი პროდუქტი. კი ბატონო. ჯერ უნდა ახსნათ ყველი რა არის, ხო? და კაი რამეა. ხო, ძალიან კარგი რაღაცაა. ყველი მიიღება, ესე ვთქვათ, ნედლი რძისგან. ამ დროს ან ყველის დამზადების დროს ხდება კოაგულაცია, ფერმენტაცია, მომწიფება, ესეთ ბიოქიმიური პროცესები. რა განსაზღვრავს ყველს, ხო? ანუ ყველის თვისობრიობას რძის ცილა, რძის ცხიმი, ის მინერალები და ვიტამინები, რაც ბუნებრივად აქრძეს, ასევე მომწიფების დროს რა ნივთიერებები გარდაიქმნება
ყველში. რაც შეეხება ყველის იმიტაციებს. ყველის იმიტაციები პირველ რიგში ეს ალბათ კავშირშია, ბოდიში კითხვა გამიჩნდა ფასთან და ღირებულებასთან, ხო? იმიტირებული ყველი მნიშვნელოვნადი აფი იქნება, თუმცა გემოვნებით შეიძლება ძალიანაც გავდეს ყველს, ხო? აი ეგეც მოდი მაგიც გითხარი. კი, აუცილებელია მაგის თქმაც, ანუ უნდა იცოდეს ხალხმა რატო შეიქმნა, ხო? ყველის იმიტაციები შეიქმნა ფასტ-ფუდისთვის პირდაპირ. აუცილებელი იყო რომ ესე ვთქვათ იაფასიანი პროდუქტი შეექმნათ, მაქსიმალურად უნდა დამსგავსებულიყო ყველს და უნდა ქონოდა ყველა ის დამახასიათებელი ესე თვისება, რაც აქვს სტანდარტულ ნამდვილ ყველს. ხო, როგორ მზადდება ესეთი ყველი? პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ან ცხოველური ცხიმის მაგივრად ემატება მცენარეული ცხიმი, მაგალითად პალმის, ქოქოსის, სოიას და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ყველის დასამზადებლად ხშირად იყენებენ გამომშრალ რძის ცილის კონცენტრატებს, ფხვნილებს, ეგრეთ წოდებულ რძის ფხვნილებს. ეს ინგრედიენტები ამას ემატება პლუს ტექსტურის გამოუმჯობესებლები, არომატის ვიზუალი რო კაი ქონდეს და ასევე ყველა დანამატს აქვს თავისი ფუნქცია. მაგალითად, ემულგატორ მარილებს ამატებენ იმისთვის ასეთ პროდუქტში, რომ ქონდეს მაღალ ტემპერატურაზე წელვადობა. დამახასიათებელი წელვადობა. ამის გარდა შეიძლება ისეთი არომატის გამაძლიერებელი და მიმცემი დავამატოთ, რომ რაღაც დაძველების ეფექტიც კი ქონდეს ასეთ ყველს. რეალურად ეს ყველა დანამატი თუ ინგრედიენტი რომ ავიღოთ ცალ-ცალკე, ანუ უსაფრთხო არის ესე პირდაპირ შევხედოთ, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი ცოტა სხვა იმაში კონტექსტში მოიაზრება, რადგან ეხლა ამ ბოლო დროს დაიწყეს ამის კონტროლით, ჩემი აზრით, აქამდეც შეეძლოთ, ანუ დახლებზე იყიდებოდა ყველის სახელით ასეთი პროდუქტები. დღეს რაღაცა უკვე სახეცვლილია ამათ დასახელებები, შეხვდებით სახაჭაპურე ქვია ზოგს რაღაცა. თვითონ ყველი, მაგრამ აწერია სახაჭაპურე. ხო, ну რაღაცა რომ მიახვედრო ადამიანი, რომ რაღაც ყველს ყიდულობ, ხო? უფრო დიდი პრობლემა ამჟამად მე მგონია ის, რომ ესეთი პროდუქტები გამოიყენება საცხობებში და რესტორნებში ძალიან დიდი რაოდენობით. და მაგალითად როცა ყიდულობ ხაჭაპურს და გონია რომ რეალურად ხაჭაპურს ყიდულობ, მაშინ არის ყველის იმიტაცია. აუ ეგ როგორ ტეხავს? აჭარულ ხაჭაპურზე განსაკუთრებით. როგორც ყველს ვერ დაუძახებ, ისე ვერ უნდა დაუძახო იმ პროდუქტს ხაჭაპური. ხო, აი ეს არის პრობლემა და არა ის რომ მაგალითად მცენარეული ცხიმი, იმიტომ მცენარეულ ცხიმს რავი შეიძლება ყოველდღიურად მოვიხმართ და საერთოდ არ არის ეს პრობლემა, ხო? პრობლემა არის ჭეშმარიტება არ არის, ტყუდებით, მაგრამ აუ ეგ ხაჭაპურზე რო ხარ და აუ როგორ სახში უნდა აკეთო რა. კარგია. ეხლა მივედით ქართმის გაყინული ფილეფი ეგრეთ წოდებული, რომელიც ასევე პოპულარულია, დიეტებშიც პოპულარულია და მოხმარებაშიც და ვარჯიშის მერეც და რა ვიცი, მანამდეც და ბავშვებს აჭმევენ ხო ყველაფერს. ანუ ეს ფილეები არის რაღაცების შემცველი ამბობენ და შემცველობას რაც შეეხება არის მაგალითად ესეთი თემა რომ ვიტამინები, რაღაცა შიგნით ნივთიერებები, რომელიც ამას უფრო მოცულობას აძლევს თუ ფერს აუმჯობესებს თუ შენახვის ვადას უზრდის თუ რაღაცებს ამატებენო. არის კიდე წყლით და დამარილებული ფილეები, გაბერილი ქათმის არ იყოს და მოდი მაგაზე გვესაუბრე რა ადრია რა. კი ბატონო, პირველ რიგში ანტიბიოტიკებით და ჰორმონებით. ანტიბიოტიკები და ჰორმონები, ხო, ეგ არის. ჰორმონებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, მითი არის გავრცელებული და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ჰორმონების არსებობა ქათმის ფილეში დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ცოტა საფუძველს მოკლებულია, იქიდან გამომდინარე, რომ სელექციის შედეგად ჩვენ გვაქვს ჯიში, ბროილერი, ROS 308, რომელიც არის ჩამოყალიბებული როგორც მეხორცული ჯიშის სუპერტიპია რა, კაი ტიპია. და დაახლოებით 35-40 დღე სჭირდება იმისთვის რომ დასაკვალ წონას დაახლოებით 2.5 კილოგრამიდან 3 კილოგრამამდე მიაღწიოს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სწორი რაციონის შერჩევის შემთხვევაში. პრობლემა ამ შემთხვევაში არ არის სწრაფი ზრდა, პრობლემა შეიძლება იყოს ანტიბიოტიკი. განსაკუთრებით საქართველოში, განსაკუთრებით წვრილ ფერმებში, იქიდან გამომდინარე, რომ ბიოსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალ დონეზეა და არ გვაქვს ეს პრაქტიკა. ფერმებში არ ხდება დეზინფექცია, არ ხდება მოსვენება, ეს ვთქვათ, ამ საფრინველეების გამოდდის ეტაპებს შორის. ფერმებში ძალიან ხშირად თავს იჩენს მეორეული ინფექციები. რასაც სჭირდება ანტიბიოტიკი. რასაც სჭირდება ანტიბიოტიკი და გამოიყენება დაავადების პრევენციის მიზნით. ანუ ფერმერი
საწყის ეტაპზევე, მაგალითად ყავს რაღაცა 7 დღის წიწილა, საწყის ეტაპზევე მიუხედავად იმისა, მას ჭირდება, იყენებს ამ ანტიბიოტიკებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველია პატარა ფრინველი, პატარა წონის ფრინველი, როცა უყიდულობთ ხორცად. იქიდან დრო არ არის ჭირდება, მოცდის პერიოდის დაცვა ჭირდება და ბევრად დიდი რისკია ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ფილეს გაბერვას, ხო, ტექნოლოგიები. კი ბატონო, ეს არის ინექციის მეთოდი, რა დროსაც ხდება წყლის დამატება, მაგალითად შეიძლება ფოსფატებთან ერთად წონის სპონჯში ვამატებენ ამას თუ რამე სხვა წონის გამო შეიძლება დამატებული იყოს კონსერვაციის მიზნით, მაგრამ აი ფოსფატების უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე არის ის, რომ თირკმელებზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, ასევე კალციუმის გამოდევნას უწყობს ხელს ორგანიზმიდან, თუმცა ამ ყველაფერს კანონი არეგულირებს. ჩვენს გვაქვს 340 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, რომელიც აწესებს მოთხოვნებს, რა რაოდენობის წყალს შეიძლება შეიცავდეს ქათმის ფილე. მაგალითისთვის არ შეიძლება, რომ ქათმის ნაჭრებში, მათ შორის ფილებში 5%-ს აღემატებოდეს წყლის შემცველობა. ეს უნდა ეწეროს ყველაფერი, ხო? კი ბატონო, თუ 5%-ს აღემატება, მისი გაყიდვა საერთოდ აკრძალულია, მისი გაყიდვა შესაძლოა მოხდეს სურსაის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში. კი, შეიძლება უწოდოთ მაშინ ასეთ პროდუქტს, რაღაცა ქათმის ნახევარფაბრიკატი ან რაღაცა სხვა პროდუქტი, არა ქათმის ფილე. მომხმარებელმაც რა თქმა უნდა, თუ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მაგალითად გაალღო პროდუქტი, ზედმეტი წყალი, ნალღობი გამოვიდა ასეთ პროდუქტს, ან მაგალითად აქვს ფოსფატის დამახასიათებელი მარილიანი გემო. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მათ აქტივობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა მიაწოდოს სურსაის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია კონკრეტული ბრენდის შესახებ, რომ გადაამოწმონ და ტარდება საქართველოში ამაზე ლაბორატორიული კვლევა და სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორებსაც დაკისრებიათ ამის გამო პასუხისმგებლობა. ასე რომ მოკლედ ყურადღება საჭიროა. კარგია. ძალიან დიდი მადლობა. წავედით წინ. ეხლა შემდეგი კითხვა, ანუ აი მაგალითად აქ არის შავი პილპილი, სუნელები, დარიჩინი, შესაძლოა კურკუმა, შესაძლოა თუ არა ამ პროდუქტების გაყალბება. მე კონკრეტულად ამაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად. და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს სუნელია და არა რაღაცა ქიმიკატების ნარევი. კი ბატონო. ხო, ანუ სუნელები რეალურად არის ალბათ ყველაზე მეტად გაყალბებადი პროდუქტი საერთოდ სურსათში. სუნელებს ოდითგანვე ქონდა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საქართველოში არა მარტო საქართველოში, ან ძალიან კი, კოლონიზატორები დიდი ბიზნესი იყო. სუნელების გამო ხო იპყრობდნენ რაღაც ქვეყნებს და დღემდე ძალიან დიდი გავლენები არის ამ სუნელების გამო და ძალიან დიდ ფინანსებთან არის ზოგადად დაკავშირებული. ხო, გაყალბების ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს და მოდი გავყვეთ ესე ვთქვათ კატეგორიზაცია მივანიჭოთ ამ გაყალბების მეთოდებს. პირველი გაყალბების მეთოდი შეგვიძლია გამოვყოთ იგივე ან მიმსგავსებული მცენარეული პროდუქტის გამოყენება, სახეობის გამოყენება, ამის გასაყალბებლად. რაც ადვილად მოპოვებადია და გემოთი წააგავს. კი ბატონო. აი მაგალითად დარიჩინის შემთხვევაში ნამდვილი დარიჩინის გარდა ცეილონში მოიპოვებენ კასაიას, მასთან მიმსგავსებულ ხის ქერქს, რომელსაც იგივე ვიზუალური ეფექტი აქვს, გემოთიც წააგავს რაღაც დოზით, მაგრამ ხო, ესე იგი ხასიათდება ტოქსიკურობით, ასევე შედარებით ნაკლებად კომპლექსური არომატების და გემოების ჩამოყალიბება შეუძლია ამ თუ იმ სურსათში. ესე პირდაპირ ჭხირებს რო შევხედოთ, შესაძლოა გავარჩიოთ ეს ორი ერთმანეთისგან, ნამდვილ დარიჩინს შედარებით უფრო თხელი და კლაკნილი ფორმები აქვს, კასაია შედარებით უფრო სქელია და ესე ვთქვათ საწრუფს გვაგონებს. ხო, დაფქულ მდგომარეობაში ძალიან რთულია. ორივე თუ დაფქულია, შეიძლება ვერც კი გაარჩიოთ, ხო, გემოს რეცეპტორებზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ასევე ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ციცაკის შავი ციცაკის მარცვლები. კი ბატონო. ამ საყალბებენ პაპაიას თესლით. და ცხარეა მერის პაპაიას თესლი. გარკვეული კონცენტრაციით შეიძლება საბოლოოდ არ მოგვცეს ისე სიცხარე, ხო, ქონია. კი, ქონია, მეც იგი შავი პილპილი, ზოგი ცხარეა, ზოგი გემრიელია.
ხო, და ამის ამოცნობაც რეალურად შეგვიძლია ძალიან მარტივად წყალში შეგვიძლია ჩავყავოთ ეს მარცვლები, ის რომელიც ჩაიძირება მაღალი სიმკვრივის მქონე მარცვლები. ჭეშმარიტი შავი არა, პირია. პირიქით ეს არის პაპაია. პაპაიას თესლი. ნუ შეიძლება სხვა რაღაც და თესლი. რომელიც შეტივტივებული იქნება, ეს იქნება ეს არის კი ბატონო აუ, სახში მივდივარ, მაგას ვაკეთებ უეჩვენ. აუ, კიდე აქვე გამომადლობა. აქვე გკითხავთ, რომ თხილეულთან მიმართებაში იყო ეგეთი ინფორმაცია, რომელსაც მე ჩავეძიე და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ეს ჭეშმარიტება, მაგალითად, ქეშიუ ან ბრაზილიური თხილი, რომელსაც უჩნდება რაღაც სოკო. რომელიც თუ არ არის დაცული შენახვის წესები, სტენიანობა, ტრანსპორტირებისას, ეს სოკო ტოქსიურია ადამიანისთვის რა. აი როგორ უნდა ვიყო დაცული? მე მაგალითად ეს ექსპრომტამ ეხა უცებ ამომივარ და ეს კითხვა და გამოვიყენებ თქვენ სტუმრობას რა ჩვენთან. როგორ უნდა დავიცვა თავი, იმიტომ რომ თხილეული ძალიან მიყვარს. ამბობენ რომ შეფუთულ თხილეულშიც კი შიგნით ეს სოკო ბუდობს. და ჩვენ თუ ამას რა ყოველდღიურ რაციონში, ანუ მაგალითად მოყვარული ვარ რა ამ თხილის და მიდევს ამ ტელევიზორთან და ურახუნებ ამ თხილს და ბოლო-ბოლო ან ღვიძლი დააკაკუნებს სადღაც ან ნაღლის ბუშტი, ხო? რანაირად შევარჩიო თუ რომელიღაცა მარკეტი მიცავს მე ამისგან რომ ის შემოიტანს ისეთ რომელიც მე არ მავნებს. ხო. ეს არის აფლატოქსინი, რომელიც არის ობისოკოების, კი, ობისოკოების მეორადი მეტაბოლიტები. ისინი ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს მიტოქონდრიებსაც, ასევე აზიანებენ მის სტრუქტურას, რომლებიც არიან მთავარი ენერგეტიკული სადგურები. ასევე ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ღვიძლს, ასევე ბავშვებში იწვევს ზდის შეფერხებას და ეს ტოქსინები არამხოლოდ თხილეულში, არამედ რძეშიც გვხვდება, იქიდან გამომდინარე, რომ მარცვლეულშია და ძროხა მოიხმარს ამას. მას კი ამ ტოქსინებს ჩვენ ვერც თვალით ამოვიცნობთ, ვერც გემოთი ვერ ამოვიცნობთ და ვერც მათი თერმული დამუშავება, ვერც მოხალე და რამე ვერაფერი ვერ შველის. ერთადერთი პრევენციული მექანიზმი არის პირველ რიგში შესაბამისი შენახვის პირობების უზრუნველყოფა, ან უნდა იყოს მშრალ გარემოში, მაღალი ტენიანობა არ უნდა იყოს და მაღალი ტემპერატურა და ლაბორატორიული კვლევა გარკვეული სიხშირით, თუნდაც როდესაც იმპორტი ხდება თხილეულის, თუ იმპორტირებული ასეთ შემთხვევაში უნდა დაევალოს იმპორტიორს, რომ წარადგინოს აფლატოქსინებთან დაკავშირებული კვლევა, რომ ნამდვილად მისაღებ დონეზეა, თუ ადგილობრივი წარმოება ხდება, ყოველი, ასე ვთქვათ, წარმოებული პარტია უნდა შემოწმდეს გარკვეულ პერიოდში, ეს რა თქმა უნდა, მის ურსაიძუნებლობის მართვის სისტემაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით და ამით უნდა დაადასტუროს პროდუქტის უნებლობა. სხვა მექანიზმი არის. გამახსენდა, აი, ეხლა რაზეც ვსაუბრობთ, ეს თხილეულის თემა, საქართველოდან საექსპორტო ასეთი თხილეულის ძალიან დაუბრუნებიათ. ხო, დაუბრუნებიათ, სწორედ ამ მიზეზით კი საზღვარგარეთ კი გადაუკვეთავს და მე აღმოუჩენიათ ეს ყველაფერი და იქიდანაც დაუბრუნებიათ. ანუ აქაც ძალიან დიდი პრობლემა არის ეგ და მოკლედ სიფრთხილე საჭიროა. კი, ძალიან ყურადღება საჭიროა. აი, კარგია, მივიღე პასუხი. თორნიკე, ეს ეგრეთ წოდებული წარწერები, ფიტნესი, ეკო, ბიო, მე მაგალითად ხელი გამირბის ხოლმე ამ ბიოს და მწვანეებს რო ხედავ, ფასი 5 ჯერ ძვირია და მაინც ტყვის ატყუებს რა, ეს არეკლამო ხრიკები, უნებრივია რომ რაღაც იმას რო შეჭამ უკეთ იქნები, ან ისე არ გაგასუქებს, ან კარგია და რაღაც ფიქრები მოგდის და წაავლე ხელი და იყიდე. რამდენად შეესაბამება ეს ეტიკეტზე წარწერები იმ რეალობას, რაც არის ბიო, ეკო, ფიტნესი თუ ასე შემდეგ რა. კი ბატონო, ხო, ესე იგი ჯერ უნდა ვთქვათ ის, რომ ეტიკეტირება გარდა იმისა, რომ ესე ვთქვათ ბიზნესსა და მომხმარებელს შორის სასაუბრო ენაა, ასევე მარკეტერებისთვის სამუშაო არეალია, ესე რომ ვთქვათ. ხო, მარკეტერები იყენებენ რეალურად სხვადასხვა ვიზუალურ ეფექტებს, სიტყვებს, რომ ესე ვთქვათ დადებითი ემოციები აღზრან ჩვენში და მოგვანდომონ, რომ შევიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. ესე ვთქვათ, კანონი არეგულირებს რაღაც სიტყვების გამოყენებას ამა თუ იმ პროდუქტებზე. მაგალითად პირველ რიგში არსებობს ბიოწარმოების შესახებ დადგენილება, რომელიც სხვადასხვა სექტორის წარმოებებს უწესებს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა მოთხოვნებს, რომ მათ ეწოდათ ბიოწარმოება. თუ წარმოებელმა მიიღო ამის შესახებ ესე შეასრულა ის მოთხოვნები, რაც გაწერილია ამ საკანონმდებლო აქტით, ამ შემთხვევაში უკვე მარეგულირებელი ორგანო ანიჭებს მათ საიდენტიფიკაციო
კოდს და აძლევს უფლებას, რომ გამოიყენოს რეკლამირების და ესე ვთქვათ, ეტიკეტზე წარსადგან გამოიყენოს ეს შემდეგი სიტყვები. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ესე ვთქვათ, ბიო, ეკო, ხო, ეს ორგანული, კი ბატონო, ორგანულიც და ეს ამ სიტყვების დარეკლამება და გამოტანა ესე ვთქვათ შეუძლიათ. მაგრამ ამავდროულად თუ ჩვენ შევხვდებით ეტიკეტზე ასეთ სიტყვას, უნდა ამოვაბრუნოთ და უნდა ვნახოთ ნამდვილად აქვს თუ არა საიდენტიფიკაციო კოდი ამ კონკრეტული დაშვებით. საიდენტიფიკაციო კოდი არის თუ არა მითითებული. თუ არ არის, შესაბამისად ისევ ჩვენი უფლება უნდა დაურეკოთ უფლება და ასევე ჩემი ვალდებულება რომ დაურეკოთ და შევატყობინოთ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, რადგან მე თუ არა ვიღაც სხვას მოვატყუებს, კი ბატონო. ამის გარდა მოიწამლება რა, უბრალოდ ის არ იქნება რაც გონია რა. კი ბატონო და რაც შეეხება სხვა სიტყვებს, აი ფიტნესი, ნატურალური, მათ შორის აი ძალიან ნატურალური. კი, ბუნებრივი, ბიოები და რაღაცა. ხო, ბიო რეგულირდება. აი ნატურალური არ რეგულირდება საერთოდ. ოკეი, შეგიძლია დააწერო. კი, შემიძლია დავაწერო ნებისმიერ რაღაცაზე, არავინ არ მომკითხავს არაფერს, რატომ გამოვიყენე. რა და რა კარგად ჟღერს ნატურალური. სოფლისაც. სოფლის გლიჯავს რა. სოფლის კვერცხი ესე ქვია ერთ-ერთ კვერცხს და არა და ჩვეულებრივი თერმის წარმოება. სოფლის კვერცხი. ხო, ბატონო და ანუ ვიცოდეთ რომ ესე ვთქვათ ბიო და ეკო ნამდვილად რეალურად შეიძლება ეწოროს პროდუქტს, დანარჩენი ყველა სხვა სიტყვა ხო, ხრიკებია, ფიტნესი და ასე შემდეგ. კარგი, წავედით. გამოყინული და კვლავ გაყინული პროდუქტი. საიდან გავიგო მე რომ თერმული რეჟიმი დაცული იყო, მაგალითად ხორცის, თევზის, ქათმის, ფილესი თუ ნებისმიერი სხვა რაიმე ტრანსპორტირებისას ან შენახვა გაყიდვის პროცესებში. რაიმე არის რამე, რასაც თქვა გვირჩევთ თქვენ? კი ბატონო, გაყინული პროდუქტის შემთხვევაში ვიზუალური შეფასება აქვს თუ არა, მაგალითად კრისტალები გამოყოფილი, სითხე გაყინული, მაღაზიათა ქსელებშიც აი მაგალითად რაღაც ნახევარფაბრიკატი თუ ახინკლის და ეთყობა რომ ქვევით გაშავებული აქვს რაღაცა ლაქები აქვს. ესე იგი გამოიყინა და მე ისე ვაყინეს. ეს ნიშნავს, რომ შენახვის პირობები საწარმო ჯაჭვში დაირხვა. აი მაგალითისთვის, როდესაც გაყინულ პროდუქტს ყიდულობთ, თუნდაც ქათმის ფილეს, არ უნდა იტყობოდეს რაღაცა ყინულის კრისტალები, ასევე არ უნდა იყოს დეფორმირებული, მაგალითად აი ჩაზნექილი, ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი გავყვა და შემდეგ მექანიკური ზემოქმედებით ფორმა შეიცვალა და ახლიდან გაიყინა. რაც რა თქმა უნდა ზრდის მიკრობიოლოგიურ რისკებს, ზრდას და არასასურველია. ორი სიტყვით შევეხოთ აუცილებლად ორივესთან მაქვს თხოვნა ბოსტნეული, ხილბოსტნეული, ხო? საქართველოს ცნობილი არის ხილბოსტნეულით, ხო? ექსპორტიორები ვიყავით, ეხლა ვიცი რა ხდება მაგამ ბავში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეული ხილი და ბოსტნეული. პესტიციდები, ნიტრიტები, ნიტრატები და ასე შემდეგ. ეს თუ კონტროლირდება, როცა ჩვენ ყიდულობთ ნებისმიერ მწვანეს თუნდაც ამ ბადრიჯანს ან პოპინდორს, ხო? პრობლემური საკითხი არის მცირე საკმაოდ ბევრი მცირე მეწარმე ყავს ხილბოსტნეულის წარმოების კუთხით და საქართველოში ნუ არ არსებობს რაღაც შემუშავებული კონტროლის მექანიზმი აი ამ მცირე წარმოებისთვის. ანუ როგორც მაგალითად კვების ობიექტს ან საწარმოს გეგმიურად ან არაგეგმიურად ამოწმებს მაკონტროლებელი, ეს ასე არ ხდება. ძირითადად კონტროლი ფოკუსირებულია ან მხოლოდ დიდ საწარმოებზე, ან მაგალითად აგროქიმიკატების მარკეტებზე, რომლებიც ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ხდება ასევე საბოლოო პროდუქტის, მიღებული პროდუქტის ნიმუშების აღება ბაზრიდან და ლაბორატორიული გამოკვლევა. ეს რა თქმა უნდა რისკებს ზრდის, იქიდან გამომდინარე რომ ეს ნიმუშის აღება სრულყოფილ წარმოებას ვერანაირად ვერ დაფარავს, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი ლაბორატორიული რესურსის საკითხიც. იმიტომ რომ არსებობს საკმაოდ ბევრი პესტიციდი, რომელიც ასევე აგროქიმიკატი, რომელიც არის დაშვებული ჩვეულებრივად ევროკავშირშიც რეგისტრირებულია, საქართველოშიც რეგისტრირებულია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორიული რესურსი იმისა, რომ ყველა მათგანი აღმოაჩინო და შესაბამისად თავისუფლად შეუძლია ბიზნეს ოპერატორს გამოიყენოს ზედოზირებით, არ დაიცვას ეს ლოდინის პერიოდი და წინასწარ რაც იცის ისედაც რომ დარეკოს არის თუ არა აკრედიტაციის სფეროში ლაბორატორიაში, წინასწარ იცის რა გამოჩნდება ოქმში და რა არ გამოჩნდება. რაც რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია. მადლობა. აქვე შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს პარტნიორებს, ეს არის წყალიმთის, მიირთვით კიდევ ცოტა გვაქვს დრო. ბრომატის გარეშე გაზირებული, მინერალიზებული კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას მიერ მოწოდებული ჩვენი მოსახლეობისათვის. რაც თავარია, ავისოთ ძალა ღვთის წყალით. ასევე პოდკასტის სპონსორია აჰავა ბრენდი წარმოგვიდგენს უნიკალურ
დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტეს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი. ეს უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. სეტიფუდზეც ორი სიტყვით გითხარით რა, ორივე თქვენი პოზიციონირება და რა როლი აქვს ახლა მაგალითად თქვენს მიერ აი ამ წამოწყებას, ესე ინტენსიურად და სწრაფად და დინამიურად აი ამ რეალურ ბაზარში. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში ეს დავიწყეთ მე და ანდრიამ რომ უბრალოდ ესე ვთქვათ ჩავარდნას ვხედავდით ამ სფეროში ამ კონკრეტული მიმართულებით არავინ არის საუბრები მაგალითად სამედიცინო კუთხით არის საუბრები კულინარიის კუთხით და აი აქ სადღაც შუაში არის სიცარიელია ძალიან დიდი უფსკრული იყო და ვფიქრობთ რომ აი ეს შევავსეთ მინიმუმ რაღაცა მინიმალური ჩვენი წვლილი შევიტანით ამ ყველაფერში ვცდილობთ გავავრცელოთ ესე ვთქვათ ისეთი ცოდნა რაც დაეხმარება მომხმარებელს და ბიზნესს ჩვენთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება რომ ერთი დაჩაგრო და ხო მეორე დატოვო, ესე ხო. აქედან გამომდინარე ვცდილობთ ესე ვთქვათ ჩვენი ვიდეოებით მივაწვდინოთ ხმა ამ ხალხს, დავეხმაროთ, ამის გარდა უწევთ ბიზნეს კონსულტაციას, ამუშავდა ეგ თემა, კომუნიკაცია ამუშავდა ბიზნესსა და თქვენ შორის? კი, ნამდვილად ამუშავდა. აი ძირითადი პრობლემა ეხლა რაც იყო და რასაც ვხედავდით, ეს იყო ან რაღაც სამი მნიშვნელოვანი რგოლი არის ამ სასურსათო წარმოებაში. აქ არის მომხმარებელი, აქ არის ბიზნეს ოპერატორი და აქ არის მაკონტროლებელი. ერთის მხრივ მომხმარებელს არ აქვს სანდოობა არანაირი ბიზნეს ოპერატორის მიმართ. მეორეს მხრივ ბიზნეს ოპერატორი ცოდნით როცა არ არის მომხმარებელი აღჭურვილი, მას არასერიოზულად აღიქვავს და ბიზნეს სახელმწიფო მაკონტროლებელი მხოლოდ სადამსჯელო ორგანოს წარმოუდგენია. შესაბამისად, კი, შესაბამისად, აი ჩვენი თითოეული ვიდეო რგოლი აი ამ სამთავარ მესის მოიცავს, რომ პირველ რიგში ავამაღლოთ მომხმარებლის ცნობიერება, ცოდნე მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ასევე სიგნალია ბიზნეს ოპერატორისთვის, რომ შენ თუ კანონს დაარღვევ, ყურადღებით იყავი და შენი რეპუტაცია შეილახება, ასევე ჩვენი მესიჯები, რა თქმა უნდა, სიგნალი არის სახელმწიფო მაკონტროლებლისთვის, თუ სად არის სისუსტე და რა ადგილას ჭირდება მეტი კონტროლი და მეტი ყურადღება. კი, საკმაოდ ბევრი და ვფიქრობ, რომ ჩვენს აქტივობას ნამდვილად აქვს შედეგი და მაგ შედეგს ვხედავთ. ძალიან მაგარია ახალგაზრდა ადამიანები ესეთი ენთუზიაზმით და ესეთ რთულ სფეროში ეს ურთულესი სფეროა და ძალიან საყურადღებოც თან ყველასათვის, ხო? კარგი, რამდენად თანხმედრაში მოდი ესე ვკითხო თორნიკე, ჩვენი კანონმდებლობა ევროპასთან ამ მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ რომ მოდის, მაგრამ ხომ არ ისურვებდით რომ რაღაცები კიდე დარეგულირდეს თუ პრინციპში ჩვენ თანამდებად მივდივართ. კი ბატონო. ხო, პირველ რიგში მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ჩვენი კანონმდებლობა პირდაპირ თანხმედრაშია, პირდაპირ კოპირება, ესე რომ ვთქვათ, ევროპული კანონმდებლობის. ხო და აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ერთ და იგივე მარეგულირებელი აქტები განსაზღვრავს ზოგადად ბაზრის მდგომარეობას, თუმცა ჩვენთან არის რამოდენიმე ნიუანსი, რაც ჩემი აზრით უმჯობესია რომ შეიცვალოს. კი ბატონო. პირველ რიგში ეს არის ესე ვთქვათ მოგებაზე გათვლილი ჯარიმები მწარმოებლებისთვის. იქიდან გამომდინარე რომ თუ მე ვარ ძალიან დიდი მწარმოებელი და პირობითად რაღაცა კრიტიკული შეუსაბამობაა ჩემს წარმოებაში, ხო? მე და პირობითად რაღაც საცხობი ერთ და იგივე თანხას არ უნდა ვიხდიდეთ ბიუჯეტში. ეს მგონია ძალიან არასწორი. ამის გარდა ანდრიამ ახსენა უკვე ჩვენი ზოგადად ლაბორატორიების მინუსი, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვამოწმებთ და ესე ვთქვათ ჯერჯერ პოტენციალი არ არის. კი ბატონო და ძალიან ბევრი რამ რჩება მხოლოდ ფურცელზე. უბრალოდ ფურცელი და დოკუმენტაცია არ არის საჭირო და ან ჯობია განვავითაროთ, ესე ვთქვათ, მიდგომები და შემოწმებადი გახდეს ესა თუ ის კრიტერიუმები, ან ჯობია საერთოდ გაუქმდეს ესეთი ნორმატიული აქტები, რაც უბრალოდ შედეგობრივად უფუნქციოა. კი ბატონო. კარგი, ჩვენ არ არსებობს შანსი ისე გაგიშვათ, რომ მითები არ დავამსხვრიოთ, ჩვენ ასე ვთქვათ, პოდკასტს უყვარს მითების მსხრევა. წავედით. მითია თუ რეალობა, თორნიკედან დავიწყებ, რომ გაყინული ბოსტნეული ნაკლებად სასარგებლო ვიდრე ახალი. მითია იქიდან გამომდინარე რომ სწრაფი შოკური გაყინვა ნუტრიენტებზე არ ზემოქმედებს.
მადლობა ანდრია შემდეგი მითი თუ ხორცს მოამზადებამდე გავრეცხავთ ამით ბაქტერიებს მოვაცილებთ მითია გარიცხვა არანაირ მიკროორგანიზმს არ კლავს ამ შემთხვევაში პირიქით ვავრცელებთ ამ მიკროორგანიზმებს ჩვენ სამზარეულოში ვაბინძურებთ ნიჟარებს ზედაპირებს რაც შეიძლება ბევრად ძვირად დაგვიჯდეს ვიდრე ჩვეულებრივად თერმულად ვამუშავებთ ისევ ხორცს თუმცა გარეცხვა ნიშნავს ეხლა პერი და ეხლა ისეთ მსხვილი ნაწილაკები და მოაშორება ხო ესეთი სიტუაცია კი ბატონო კი ბატონო კარგი თორნიკე პროდუქტი რომელსაც ვადა დღეს გაზდის უკვე მოხმარებაში არ უნდა მივიღოთ ხო, აქ არის გამოიყენებამდე ვადა და რეალურად ეს ვადები იმიტომ არსებობს, რომ უნდა დავიცვათ. ნუ ამაზე ხა შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ რა არის ნაკლები რისკის შემცველი და რა არის. პირობითად, აი ხო, მაგალითად კვერცხი. თქვათ 25 იანვარი აწერია. 25-ში რო გამოვიყენო, მაღალი რისკის შემცველია. თუ გამოიყენებამდე ვადა აწერია შესაბამისად არ არის ის კი ბატონო თუ უკვე ესე ვთქვათ გამოიყენებამდე ვადას გადაცდა ყველა შემთხვევაში ჯობს დავიცვათ წესი კი, ვადას შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეხლა განსაზღვრისას ბიზნეს ოპერატორი ამ პატარა გადახრებს ითვალისწინებს და ზუსტად იმ დღეს არ გაზდის, მაგრამ რეკომენდაციის გაცემა მომხმარებლისთვის რომ შეგიძლია ვადაგასულიც მიირთვა, რა თქმა უნდა, არასწორი. ანდრია, მითია თუ რეალობა რომ მუქ ნაჭუჭიანი კვერცხი უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა ვიდრე თეთრი შეფერილობა. მითია ნაჭუჭის კვერცხს მხოლოდ ქათმის ჯიში განსაზღვრავს, მაგალითად ლეგრონის ჯიშის ქათამი, white legroni დევს თეთრ ფერს, ხოლო highline brown-ი დევს ღია ვარდისფერ კვერცხს, რომელიც ხშირად სოფლის კვერცხის სახელით იხილება. სოფლის კვერცხი, ოქროები ხართ. ძალიან კარგი ადამიანები ხართ. პირველში მიხარია რომ ახალგაზრდები ხარ და ესეთ რა რთული საქმეა რა და ეს ჩემთვის ძალიან გასახარია წარმატებები თქვენ. დღეს პოდკასტის სტუმრები იყვნენ სეტი ფუდის დამფუძნებლები ანდრია კალანდია და თორნიკე წვედაძე. წარმატებები კიდევ ერთხელ თქვენ და თუ მოგეწონათ ეპიზოდი აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი არხი, დაგვიტოვეთ კომენტარები და შევეცდებით კიდევ და კიდევ ახალი და საინტერესო ეპიზოდები შემოგთავაზოთ. ახლა კი ნახვამდის. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის გადაცემას არ მოგიდგენთ წყალი მთის